უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება აღგება შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტში მუშაობა დაწყებულია. დღეს კი დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა ხალხმა მშობლიური ენა დაიცვა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურ რეჟიმს უკან დახევა აიძულა. ვაგო მეზუნიშვილი გიამბობთ. მამული ენა სარწმუნოება თვითმყოფადობის ეს ილიასეული ფორმულა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ნათლად გვიჩვენებს ქართული ენის მნიშვნელობას. 1977 წელს კი მის არსებობას საფრთხე დაემუქრა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა აღარ იქნებოდა ქართული. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას 1978 წლის 14 აპრილს მიაღწია. თბილისის ქუჩებში ქუდზე კაცი გამოვიდა. ქართული ენის შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა განათლების მინისტრმა. სურს ყველა ქართველს მიულოცოთ დღევანდელი დღე, დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, ვისაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნებასა და დაცვაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი უძველესი ქართული ნაბეჭდი წიგნები გამოიფინა. სწორედ საქართველოს დაწყებული მოვლენების გამო მოხდა საკონსტიტუციო ცვლილება და მშობლიური ენა საბჭოთა რესპუბლიკებში ჩაიწერა როგორც სახელმწიფო ენა. საქართველოს დაუდო ამას საფუძვლად. აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება. ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია. ოკუპირებულ აფხაზეთში მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება ლევან მგალობლიშვილმა. აფხაზეთის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ მშობლიური ენა ქართველი ერის უდიდესი მონაპოვარია, რომლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა დღესაც აქტუალურია. ქართული ენა არის ჩვენი იდენტობის მთავარი გამსაზღვრელი. სწორედ ამიტომაც იყო რომ 78 წელს ჩვენი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა ზუსტად ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ წასვლას. დღესაც ისეთივე გამოწვევებია, როდესაც ჩვენს იდენტობას ებრძვიან, როდესაც უცხო იდეოლოგიებს გვახვევენ თავს, როდესაც ენაშიც გვერევიან. ქართველი ერის სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლო. ამ სიტყვებით იხსენებენ ქართული ენის დღესა და 47 წლის წინანდელ მოვლენებს ხელისუფლების ლიდერები. 1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა. რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. ჩვენი მუდმივი ვალდებულება გადმოვტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში. მხარი დაუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განმოვტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობა. Სუსტად 47 წლის წინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინააღმდნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება. ზუსტად 47 წლის წინ ქართული ენის თვითმყოფადობისთვის ბრძოლაში ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გაიმარჯვა. 14 აპრილი კი დედაენის დღედ გამოცხადდა.